თბილისში პოლიციის კიდევ ერთი ახალი შენობა გაიხსნა. განყოფილება ისანი-სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირის 14 ნომერში აშენდა. პოლიციის ახალი შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დედაქალაქის მერმა ერთობლივად საზეიმოდ გახსნეს. 4 სართულიანი შენობა სხვა განყოფილებების მსგავსად მთლიანად გამჭვირვალეა და განსხვავებული არქიტექტურული დიზაინით გამოირჩევა. პოლიციის ახალ შენობაში განთავსდა რაიონის პროკურატურა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. ისანი-სამგორის რაიონში პოლიციის ეს უკვე მეექვსე ახალი განყოფილებაა. 2008 წლიდან დღემდე თბილისში სულ 18 ახალი განყოფილება გაიხსნა. საქართველოში ამ ბოლო დროს კრიმინალი ძალიან შემცირდა, პოლიციელებს ნაკლები საქმე აქვთ და უფრო გადასული არიან ჩვენი პოლიციელები მოსახლეობის მომსახურებაზე, მათთვის კომფორტის შექმნაზე. მე ძალიან მიხარია, რომ საქართველო იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად დაბალი კრიმინალის თვალსაზრისით. სერიოზული წარმატებები გვაქვს ჩვენ ნარკოტიკების წინამდე ბრძოლაში, რაზეც ადრე ესეთი სერიოზული წარმატებები არ ქონდა. მე მიხარია, რომ საქართველოში თითქმის ყოლატების დანაშაული მკვეთრად არის შემცირებული. ქალაქში სხვადასხვა უბანში უკვე გაჩნდა ის განცდა, რომ ყველა უბანში ჩნდება ახალი საპოლიციო ცენტრი, რაც დამატებით უსაფრთხოებას ნიშნავს. სწორედ ეს ერთ-ერთი სეგმენტია იმისა, რომ ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით თბილისი ევროპის დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქია. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით ემსახურება განყოფილება 90,000 ადამიანს. განყოფილებაში მუშაობს 85 თანამშრომელი და როგორც ხედავთ, შექმნილია ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ პოლიციელების საქმიანობა იყოს უფრო მეტად წარმატებული და ეფექტური.